თუმცა სავარაუდოდ ხვალინდელი განხილვა ბიუჯეტის გარშემო ისევ ხმაურიანი იქნება, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ დავის მიზეზია. ამჯერად ოპოზიციის პრეტენზიები მილიონებს უკავშირდება, რომელიც 2014 წელს სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ხელფასებს უნდა მოხმარდეს. პარლამენტი, სასამართლო, პროკურატურა, აუდიტის სამსახური და ყველა სამინისტრო პროექტის მიხედვით შრომითი ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა მომავალ წელს 127 მილიონი ლარით გაიზრდება. საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, ფინანსთა მინისტრი კი ოპონენტებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ახსენებს. ქეთი ბოჯგუა განაგზობს ახლა თემაზე საუბარს. ქეთი, რა გახდა ხელფასების ზრდის მიზეზი? ხელფასების ზრდის მიზეზად ყველა ის უწყება, რომელსაც ჩვენ დღეს მიმართეთ სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, იყო ისეთი შემთხვევებით, როდესაც ჩვენ შეკითხვებზე დღეს პასუხი არ მიგვიღია. მე მინდა გითხრათ, რომ ტერმინი შრომითი ანაზღაურება, რომელიც არის გაწერილი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით, საკუთარ თავში ითვალისწინებს როგორც თანამდებობრივ სარგოს, ასევე სახელფასო დანამატს და პრემიასაც. სწორედ ეს თანხა იზრდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარით, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებული 1331 ადამიანის შრომის ანაზღაურებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 33 მილიონი ლარია ჩადებული. ეს თითქმის 5 მილიონით მეტია ვიდრე გასულ წელს და 9 მილიონით მეტი ვიდრე 2012-ში. პარლამენტის აპარატის უფროსი ხელფასებისა და პრემიებისთვის გამოყოფილი თანხების ზრდას ასახსნის. წლების მანძილზე ტრადიცია იყო, რომ სახელფასო მუხლში საპრემიო ფონდი არ აისახებოდა. ეს არის 2 მილიონი ნახევარი ლარი ყოველწლიურად. ეს იყო სხვა მუხლში არაფინანსურ აქტივებში და უბრალოდ ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი. პარლამენტი ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ არის, რომელსაც მომავალ წელს ხელფასებისა და პრემიებისთვის გამოყოფილი თანხა ეზრდება. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით ამ მიზნით გამოყოფილი დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 127 მილიონით მეტია და 1,318 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრი თანხების ასეთი ზრდის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მენეჯმენტის ხელფასები არ იზრდება. ძირითადად იზრდება სასამართლოს და პროკურატურის შრომის ანაზღაურება. გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში ვალდებულება ავიღეთ რამდენიმე ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეგვიქმნა. თავისთავად ცხადია, იქაც გაზრდილი კარგი და სულ ახალი შემოღებულია შრომის ანაზღაურება. სასამართლოსა და პროკურატურის გარდა ხელფასებისა და პრემიებისთვის განკუთვნილი თანხა ეზრდება სხვა უწყებებსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელშიც 28,000 ადამიანია დასაქმებული, მომავალ წელს შრომის ანაზღაურებისთვის 30 მილიონით მეტი ექნება. 1,200,000-ით ეზრდება თანხა კულტურის სამინისტროს. პასუხი შეკითხვაზე, როგორ განაწილდება გაზრდილი დაფინანსება, მოამბემ ამ უწყებებიდან დღეს ვერ მიიღო. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხები დაახლოებით 1,5 მილიონით ეზრდება მთავრობის კანცელარიასაც. უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა პრესამსახურში სიტყვიერად განმარტავენ, რომ ეს უკავშირდება პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციით გაზრდილ უფლებამოვალეობებს, შესაბამისად საქმისა და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას. თანამშრომელთა და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ქვეუწყებების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ სახელმწიფო თანხების თითქმის 5 მილიონიან მატებას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებშიც. 121 თანამშრომელი ახალი სიპის პარკლებში, 180 ემატება სულსაძრუნებლობის სააგენტოს, 15 ერთეული ემატება ღვინის ეროვნულ სააგენტოს და კოოპერატივები 28 საშტატო ერთეულით არის გათვალისწინებული. 5 მილიონიანი ზრდაა გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გარემოს დაცვის სამინისტროსთვისაც. ამავე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ თანამშრომელთა რაოდენობა უწყებაში 235-ით მცირდება. სამინისტროში შემცირებას და ზრდაც დღეს ასეთი მიზეზით განმარტეს. 2014 წლიდან სამინისტროს სისტემაში შემავალი გარემოს ეროვნული სააგენტო გადადის საკუთარი შემოსავლებით დაფინანსებას, რის გამოც ბიუჯეტის პროექტში ჩანს გარკვეული კლება საშტატო რიცხოვნობის. თუმცა რეალურად კლება არ ხდება, პირიქით სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 108 ერთეულით. საშტატო გადაადგილებებით ხსნიან დაფინანსების 1,5 მილიონიან მატებას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროშიც. 85 ადამიანი იყო შტატგარეშე თანამშრომელი სამინისტროსი, რომელიც სხვადასხვა პროგრამებში მუშაობდნენ. ეს ადამიანები გადმოვიდნენ შტატში და თავიანთი ბიუჯეტებით, ესე ვთქვათ, გადმოვიდნენ. დამატებით ჩვენ 1,5 მილიონი არ გვემატება.
ერთადერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია, სადაც მოამბეს დღეს დაქირავებულთა ხელფასების მნიშვნელოვანი მატება დაუდასტურეს, აუდიტის სამსახურია. უწყებაში დასაქმებული 350 ადამიანის ანაზღაურებისთვის მომავალი წლიდან ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით მეტს გამოყოფს. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია აუდიტორის ხელფასის განსაზღვრის დროს გაითვალისწინოს საქართველოში მომქმედი უმსხვილესი აუდიტორული ფირმების სახელფასო განაკვეთები. პირველ რიგში ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ არსებული თანამშრომლები და უზრუნველყოთ მათი პროფესიული ზრდა, ასევე მოვიზიდოთ ახლები. სულ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სახელმწიფო ხაზინიდან 104,000 ადამიანის ანაზღაურება ფინანსდება. გასულ წელს ეს რიცხვი 1000-ით ნაკლები იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს პრეტენზიები, ერთ-ერთი ეს პრეტენზია ეხებოდა სწორედ საბიუჯეტო თანხების წარმართვას, როგორც ისინი აცხადებენ, არასწორად არის წარმართული ეს თანხები და არაპირებენ, რომ დაუჭირონ მხარი ბიუჯეტის ამ პროექტს, რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო სტრუქტურებში ამ ხარჯების მატება ეს არ არის არაჩვეულებრივი შემთხვევა და არის ტენდენცია. საკმაოდ დიდ ვალს იღებს ეს თქვათ სახელმწიფო და ამვალის აღების შემთხვევაში ის თქვათ კი არ დენს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ქვეყნის განვითარებაში, არამედ სწორედაც რომ თქვათ აი ამ მიმართულებით იდება თანხები და ეს ასაკურველია ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს შეძლო ჩვენ ბუნებრივია ამას ხაზს ვერ დაუჭერთ. საჯარო მოხელებისთვის ყოველთვის იზრდება პერიოდულად ხელფასები. შეიძლება ერთ წელს გარკვეული სამინისტროების საჯარო მოხელეებს გაეზარდოს, მეორე წელს უკვე სხვებს, მესამე წელს სხვას, ანუ ერთდროულად ეს არ ეზრდება არავის პერიოდულობა, თავად უკვე მთავრობა საზორავს და შესაბამისად აქედან გამომდინარე უკვე მტკიცდება ბიუჯეტის კანონით, ისე რომ ყველას ერთდროულად ეზრდებოდეს, ესეთი შემთხვევები არ არსებობს. საკუთარი შრომითი ანაზღაურების ზრდაზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. რატომ გაიზარდა პრეზიდენტის? რომ ყოფილიყო ადეკვატური იმ სახელფასო ნუსხისა, რომელიც არსებობს სახელმწიფოში. როგორც საბოლოო ჯამში, როგორც ახეს მიიღებს შრომითი ანაზღაურებების საკითხი 2014 წლის ბიუჯეტში, ეს უკვე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტი ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს. 2014 წლის ბიუჯეტის სადავო პროექტზე ქეთი ბოჯგუა საუბრობდა